დასავლეთიდან დისტანცირების და ავტორიტარული სახელმწიფოების ღერძზე სრულად მიბმის სტრატეგიაში ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება მთელ რიგ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა. ისეც როგორც იყო მაგალითად უკრაინის მხარდაჭერის ნაწილში ბუნდოვანი, ხოლო რიტორიკის დონეზე არამეგობრული, შეიძლება ითქვას მტრული რიტორიკა და განცხადებები. ან თუნდაც სულ ბოლო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება. ამ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს თან ახლდა უმეტესად კი წინ უსწრებდა მასშტაბური და ყოვლის მომცველი საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაცია პროპაგანდისტული ნარატივების დასანერგად, რომელიც დასავლეთის როგორც გადაგვარებული გარყვნილი ლიბერალიზმის ცენტრის დემონიზებას და ავტომატურ რეჟიმში რუსეთის ან მსგავსი სახელმწიფოების უკეთეს კონსერვატიულ ალტერნატივად წარმოჩენას ემსახურებოდა. გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულმა ოფიციალურმა განცხადებამ, მისი ძირითადი პოსტულატებით და განცხადებაში მოხსენიებული ვიცე-პრეზიდენტის კონცეპტუალური გზავნილებით არათუ სერიოზული პრობლემა შეუქმნა, არამედ მთლიანად გამოაცალა ნიადაგი წლების განმავლობაში ქართული ოცნების პროპაგანდის მიერ რუსული კალკით დანერგილ იდეოლოგიურ საყრდენ ღერძებს. ტრამპის ამერიკა არათუ ლიბერალურ საფრთხობელად ვეღარ გამოდგება, არამედ კონსერვატორული პრინციპების დაჩქარებული წესით რეალიზებით და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ლამის განადგურების ტემპით იმათაც კი აუცებს, ვისაც ამ მიმართულებით საკმაოდ პესიმისტური მოლოდინები ისედაც ჰქონდა. ივანიშვილის სპიკერის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც არსებულ შეფასებას და მომავალი საფრთხის იდენტიფიცირებას ემსახურებოდა, მთავარი ფრაზა შემდეგია. როგორც კი Deep State-ის რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით და Deep State-ის ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს. ბატონი შათერიშვილი აბსოლუტურად მართალია. დასავლეთი, როგორც მინიმუმ მისი მთავარი ძალა შეერთებული შტატების სახით, მნიშვნელოვან გარდაქმნებს და რეფორმირებას განიცდის. სადამდე, რომელ წერტილამდე მივა თავისი შინაარსით, მართლაც მსოფლიო მასშტაბის რევოლუციური ცვლილებები ვერავინ იტყვის. რაც ამ ეტაპზე სრულიად მკაფიოა, ნაციონალიზმის პრინციპებზე დამყარებული იზოლაციონისტური პოლიტიკა, რელიგიური კონსერვატიზმის ელემენტებით შეზავებული რიტორიკა და ქმედება ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედების მთავარი მახასიათებლებია. მარტივად რო ვთქვათ, რაც არ უნდა გრძელი კანდელი დააჭერინონ ხელში პოლიტექნოლოგებმა კობახიძეს და ივანიშვილს და რაც არ უნდა მგზნებარედ აქადაგებინონ იაკობსა და სპირიდონს, მართლმადიდებლობის გადამრჩენელი ოცნების მხარდამჭერი აპოლოგია, ფაქტობრივად ყოველ კვირას ტრამპის გარშემო შემოკრებილი ქრისტიანი მღვდლების მიერ აღვლენილი ლოცვების ვერც ვიზუალურ და ვერც შინაარსობრივ ეფექტს ვერ გადაფარავენ. ყოველ შემთხვევაში არაფერი რჩებათ ხელში იმის სამტკიცებლად, რომ ტრამპი ლიბერალია, კონსერვატიულ ფასეულობებსა და ტრადიციულ ინსტიტუტებს ებრძვის და ჩვენს, ანუ ოცნების საქართველოს თურმე ამიტომ უპირისპირდება. ახლა საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის წარმმართველ ტვინებს, პროზუსტად მოზგებს, დიდი თავსატეხი აქვთ. რა უყონ კონსერვატორული დასავლეთის სახეს და სწორედ კონსერვატორული პრინციპებიდან საქართველოში მოქმედი რეჟიმისთვის წამოყენებულ მოთხოვნებს, რომელიც პოლიტიკურ კონკურენციას, სიტყვისა და გამოხატვის სრულ თავისუფლებას, ბიზნესის ტერორისგან დახსნას, თავისუფლების იდეისთვის მებრძოლი პატიმრების გამოშვებას ეხება. სანამ ნამდვილ ქართულ კონსერვატიზმს ჯერ კიდევ ძინავს, რუსული ოცნების მიერ წლობით ნაკვები ანტილიბერალური შხამით გაჯერებული პროპაგანდა ტრამპის კონსერვატორული ამერიკის კედელს დაეჯახა. ახლა დარეტიანებული აქეთ-იქით ეხლება და ძალიან საეჭვოა, რომ წონასწორობის აღდგენა შეძლოს.